ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ოთარ რევიშვილი სამოქალაქო აქტივისტი და სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი. ოთარ, მოგესალმები, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ. მადლობა, დაბადების. ბოლო დღეების ერთ-ერთი აქტუალური თემა არის ახალი კანონები და ცვლილებები უკვე მოქმედ კანონში. მაგალითად, გრანტების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება უცხოური დაფინანსების მიღების შესახებ. რომ ვთქვათ, რეალურად რას ნიშნავს ეს? არის თუ არა საშიშროება იმის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა დარჩეს დაფინანსების გარეშე და საერთოდ როგორ შეაფასებდი კონკრეტულად ამ შემთხვევაში გრანტების შესახებ კანონში აი ამ დამატებას? რეალურად კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. რეალურად ხელისუფლება ავტოკრატიას ეხა ამყარებს ლეგალურად. ყველა ეს კანონი და ყველა ის ცვლილებები, რომელიც ამ ბოლო პერიოდში შევიდა კანონმდებლობაში, ეს არის რუსული სტილის კანონები, რომელიც ზღუდავს ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მედიას, მათ შორის. ანუ ხელისუფლება ცდილობს, რომ ალტერნატიული აზრი ჩაახშოს, რეალურად მოასუფთავოს ველი, რომ თავისი მე რაღაც პროპაგანდისტული ნარატივით მართოს ეს ქვეყანა და ეს ქვეყანა უკვე არის დიქტატურა, იმიტომ რომ ისეთი კანონმდებლობა არის სამწუხაროდ ამ ქვეყანაში რეალურად დამყარდა ეს ავტოკრატია, თუმცა მოქალაქეები და სამოქალაქო სექტორი ძლიერია ჯერ კიდევ საქართველოში და იბრძვის ამის წინააღმდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა არის, თუმცა აი ხელისუფლება ცდილობს, რომ აი ყველა რაღაცა მიმართულებით რამენაირად ეს განსხვავებული აზრი მოკლას, ეს კანონიც ეხლა ყველაფერი კი ვიცითო, მაგრამ მაინცო დამატებით რაღაცა შემოგვაქვს. რეალურად ეხლა რომ მივყვეთ ამ კანონმდებლობას, რომ შევყვეთ, ხო ეს რას ნიშნავს, რომ ესე იგი ის ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად არ ემორჩილება და არ არიან ეგრეთ წოდებული გონგოები და არ ემორჩილება ხელისუფლებას, ყველა იმ ორგანიზაციას ფაქტობრივად დაფინანსება შეუწყდება. ეს არ არის პრობლემა ორგანიზაციებისთვის მხოლოდ. ეს ორგანიზაციები არიან ორგანიზაციები, რომელიც წევს უამრავ სერვისს ქვეყანაში. ანუ რეალურად ხალხის დახმარებას კვეცავენ ეს ადამიანები. პრობლემა კარგად რომ გაიგოს, აი თუნდაც სფეროები რომ ჩამოთვალოთ, რა მიმართულებით რაღაცა სერვისებიან მხარდაჭერა შეუწყოს. კი ბატონო, აი არ ვიცი, უამრავი სერვისია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მოხუცი ადამიანებისთვის, უფასო იურისტის, ადვოკატის მომსახურება, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაცია ეწევა, რა ქვია, სოფლის მეურნეობაში დაფინანსებები, რომელსაც მაგალითად ჩემი ორგანიზაცია ეწევა. თითოეული ეს პროექტი, რომელიც იწერება, ხო, მოქალაქეებს არასწორად უხსნიან ხოლმე და ეს პროპაგანდა ცდილობს, რომ წარმოაჩინოს, რომ თითქოს ეს NGO-ს ფული არის და მათი არის. არა, რეალურად ეს ხალხის ფულია და ყველა ის ძირითადი თანხა, რომელიც არის ამა თუ იმ პროექტში, მიდის ისევ ხალხის დახმარებისკენ. და რეალურად ეს ცვლილებები არის ხალხის დახმარების, ესე თქვა, ჩაკეტვა. ანუ ხალხი საწინააღმდეგოდ იღებს ამ ყველაფერს. ხო, სამოქალაქო საზოგადოებას, როცა ვამბობთ, ეს არის ხალხი, ამ ქვეყნის მოქალაქეები. ყველა ეს კანონი, ანუ ავტოკრატია ესე მუშაობს, ანუ ყველა ეს კანონი, რომელსაც იღებს, რომ ლეგალური გახადოს შემდეგ თავის დიქტატურა, არის მიმართული ხალხის წინააღმდეგ. და ეს საბოლოო ჯამში თითოეულ ადამიანზე აისახება. აი მაგალითად, კარგი მაგალითი არის, რომ რა ხდება დღეს ქვეყანაში, რეალური პრობლემიდან ხელისუფლებას გადააქვს ისრები სხვაგან. აი მაგალითად, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დღეს წელს არის წელი, როცა აი ამ წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი შობადობა არის. ამაზე კი არაფერს არ ამბობენ. ანუ რეალურად ბერდება ერი. რეალურად ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან, ბავშვები აღარ იბადებიან, იმიტომ რომ სოციალური გაჭირვებაა და იმიტომ რომ მიგრაცია არის. ანუ მაგალითად ზუსტად ამ პროგრამები, რომელიც არსებობდა, ამ ხალხს უწყობდა ხელს, რომ აი აქ დამაგრებულიყვნენ და აქ გაჩერებულიყვნენ, მაგრამ რეალურად ისე აწყობს ხელისუფლება ყველაფერს, რომ გააქციოს ყველა აქტიური ადამიანი ქვეყნიდან და თვითონ იყოს მერე და მართოს იგივე აი ამ დოვლათით კიდევ უფრო გამდიდრდეს. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს კორუფციას, ამას რა თქმა უნდა არ აუნთებს ხომ მწვანე შუქს ეხლა ხელისუფლება და ანუ რომ დავასუსტოთ იმათვის, ვინც არ იცის მაყურებელმა, ანუ უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობის შემთხვევაში ორგანიზაციას დაასჭირდება მთავრობის უფლებამოსილი პირის დასტურება. ანუ დონორმა ორგანიზაციამ უნდა მიწეროს, კი, დონორმა ორგანიზაციამ უნდა მიწეროს ამ კანონ პროექტით ხელისუფლებას და ხელისუფლება უნდა მისცეს დასტური, რომ გაიცეს თუ არა ესა თუ ის გრანტი და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ? ხო, რა თქმა უნდა, ეხლა თავის კორუფციული საქმიანობის შესასწავლად გრანტს ხო არ გასცემს. რეალურად მათ უკვე აქვთ პოლიტიკური ხაზი აქვთ ესეთი გამოცხადებული, რომ რაღაცა თავისი თითქოს და რაღაცა სახელმწიფო დაფინანსების რაღაცა ყულაბას ქმნიან, საიდანაც დააფინანსებენ მათთან ლოიალურად განწყობილ ეგრეთ წოდებულ გონგოებს. რატომ ქვია არასამთავრობო ორგანიზაციას არასამთავრობოს, რატო ეძახეთ? ეს ხომ ერთის მხრივ ამ იდეის წინააღმდეგ ეს არის ადამიანების გაერთიანება, თვით ორგანიზებული ადამიანების ჯგუფია ეს ორგანიზაციების უყველა,
რომელიც მოქმედებს და მუშაობს ამ ქვეყნის და მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ეს არის ამისი არსი. და ის ორგანიზაციები, რომლებიცთვისაც ხელისუფლება აპირებს რაღაც თავისი ყულაბიდან რაღაცების გაცემა, ის იქნება ორგანიზაციები, რომელსაც აიფარებს უბრალოდ მათი დაფუძნებული, მათი დიქტატის ქვეშ იქნებიან და ისინი არ იქნებიან რეალურ სამოქალაქო საზოგადოებას, ის იქნება ტყუილი და ფარსი. და რეალურ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას და რეალურად სამოქალაქო საზოგადოებას აი ამ მეთოდებით ეს სამივე კანონი დღეს მოქმედებაშია, ხო? რუსული კანონი 1, რუსული კანონი 2, აი ახლა ეს გრანტების შესახებ კანონის ცვლილება, ანუ ამით ვერ მოგიდგება, იმით მოგიდგება. იმით თუ არა ამით, ანუ ყველანაირად ცდილობენ რომ რამენაირად ეს შეზღუდონ, ანუ ალტერნატივა არ უნდათ რა, რომ გამოჩნდეს, ანუ რეალური სიმართლეს მალავე, ხო პროპაგანდა ხო ვერ იმუშავებს, სადაც რეალური სახე ჩანს რაღაცეების და როცა კორუფციაზეა ლაპარაკი, ეხა ადამიანი რო დაფიქრდება, რეალურად ეს მიშვებული რო არის ეს პროპაგანდა და საერთოდ სხვა რაღაცეებზე აფიქრებენ, ხო? და ეხა რეალურად რო წარმოიდგინეთ, რომ ძლიერი მეორე მხარე ასე თუ ისე ჯერჯერობით სანამ ვარ ჩვენს, სხვა ჯგუფები, ხო? ანუ ადამიანი რო დაფიქრდება, რომ კაცო, რაც დამოუკიდება მოვიპოვეთ, იმის მერე ყველაზე დაბალი შობადობა რატო არის დღეს თუ ყველაფერი კარგათაა, რაც იმედია ჩვენებს და პოზიტივი, ხო? თუ კორუფცია არა, რატო არ ვითარდება ქვეყანა? რატო არ იზრდება შემოსავალი ჩემ ჯიბეში? რატომ არ არის ჩემს მასივარში საჭმელი? ამ კითხვების დასმას იწყებს, გესმით და ამის ეს არ უნდა, იმიტომ რომ ეშინია მერე მშიერი მოქალაქეების, რომელსაც ვერ აკონტროლებს. ამით ცდილობს რომ რაღაცნაირად ეს აქტიური ნაწილი საზოგადოების გააჩუბოს და შემდეგ არააქტიური ნაწილი კიდე წამლოს დიდი ხანი ამ პროპაგანდა. თუმცა საბედნიეროდ ძალიან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მაგარი სამოქალაქო საზოგადოება ყავს საქართველოში და ეს ჩანს ამ უწყვეტი პროტესტებით თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში და ასე შემდეგ. კი ბატონო. შალვა პაპუაშვილი, აი ამ თქვენი პოზიციის საპასუხოდ ამბობს განაცხადა სულ ახლახანს, რომ ჩვენ არ ვართ გრანტების წინააღმდეგი, ჩვენ ვართ სიძულვილის წინააღმდეგი. ანუ ისინი თქვენ გადანაშაულებენ ზოგადად სამოქალაქო სექტორს სიძულვილის გაღვივებაში, დესტრუქციაში და ასე შემდეგ. ამაზე რას უპასუხობთ? კი, სიძულვილს ეგენი ეძახიან, როცა უმტკიცებთ ჩვენი მეგობრები, როცა ამტკიცებენ, რომ ისინი კორუფციულ გარიგებებში არიან. ისინი სიძულვილს ეძახიან იმას, რომ აი რუსულ ორბიტაზე რო გადაყავთ ქვეყანა და ამას ჩვენ ღიად ვამბობ და არ მალავთ, ამას სიძულვილს ეძახიან და ჩვენ ამას სიმართლეს ვეძახით, იმიტომ რომ ეს სიმართლეა. აქ ერთია სიმართლე, ხო აქ რო განსხვავებული პოზიციები ხო არ არის? ხო გუში მაგალითად თუ შეხედავდით მათი განცხადებები 9 აპრილთან დაკავშირებით, რუსეთი ვერ ახსენეს, საბჭოთა კავშირი ვერ ახსენეს, ხო? ეს ეხა არის უკვე აქსიომა, რომ ესენი არიან პრორუსული ხელისუფლება, რუსული ხელისუფლება რეალურად. და მე ვინახებდა ამ ადამიანებს, აქებდა რუსეთის დუმის დეპუტატები. ეს იყო გუშინელი რეალობა და ვერ წამოვაცდინეთ ვერც ერთს. მათ შორის არც იმ წვრილფეხობას, რომელიც მათ ქვევით დგას. რომ იმდენად შეშინებულები არიან, დაზომბირებული არიან, რომ რეალური აი ეს ისტორიის გადაწერის მცდელობა არის. უნდათ რომ რაღაცა მტერი აგვირიონ, ვინ არის ჩვენი რეალური მტერი რა. უცხოძალაო რო იძახის. ვის აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული. რუსეთს ხო? ანუ სხვა მტერი ყავს ჩვენ რეალურად, ეხა ესეთი, რომელთანაც იმაში ვართ. ეხა რა, ესა რა ქვია, მთელი ეს თვითონ ეს ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია რბილი ძალით ომსაწარმოებს ამ ქვეყანაში. ეს ომია ეხა რაც ხდება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავჩერდით მოქალაქეები, აქ ჩვეულებრივი დიქტატურა საბოლოოდ დამყარდება, გადავა ტოტალიტარიზმში და ვერაფერს ვეღარ შექმნის. აი ის ადამიანებიც კი, რომელიც კონფორმისტები არიან და დღეს რაღაც კომფორტის ზონაში სხედან და არაფერს არ ამბობენ, მათაც მიაკითხავს. ჩვენ რომ მოგვილევს, მე რეჟიმს უჭირდება მტერი. და ეს მტერი გახდება ბოლოს ყველა მოქალაქე და ყველა სამივა და ეს ხო კლასიკაა, ეს ხო რაღაცა ჩვენ ხო არ ვიგონებთ ისტორიის წიგნებში წერია როგორ მოქმედებს დიქტატურები ზოგადად. და უამრავი წიგნია და უამრავი ისტორიული ფაქტი არსებობს ამისა. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი იმიტომ ვეზიზღებით მათ. მათი მტრები კი ისინი მტრათა გვიქვავენ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა იყოს უკეთესი, ჩვენ გვინდა რომ ეს ქვეყანა იყოს მდიდარი ადამიანებით დასახლებული, გვინდა რომ შობადობა იყოს მაღალი, ქართველობას გვართმევენო, რო იძახიან, ქართველობა რითი წაერთმევა, რო აღარ იარსებებ როგორც ერი, ქართველობა როგორ შეგრჩება, ხო? და ამ ხალხს ეს კარგად უნდა უთხრათ, ყოველდღე ჩვენც უნდა ვესაუბროთ და რამენაირად მოვწყვიტოთ უნდა იმ რაღაცა საძაგელ პროპაგანდას, რომელიც მიდის ამ იმედიდან და პოზიტივიდან. და რეალობა მე მჯერა რომ ეს ადამიანებიც კი რომელიც ყველაზე ისა ზოგი ეხა არის რაღაცა წრე
და კაი მაგალითია, მაგალითად 9 აპრილის მერე საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ 30% აიღო. ანუ არის რაღაცა პროცენტი მოქალაქეების, რომელსაც არ მოქმედებს ეს და რაღაცა არ ვიცი, მე თავისი პრორუსული რაღაცა ამბავი აქვს. არ არის უმრავლესობა. რა თქმა უნდა, დღეს საბედნიეროდ ეგეთი ადამიანები ძალიან ცოტა არის, რომელიც რეალურად მხარს უჭერს ამ ხელისუფლებას და რეალურად უჭერს მხარს რუსეთთან ჩვენს ინტეგრაციას. აი სრულ უმცირესობაში არიან. სრულ უმრავლესობაში ვართ ადამიანები, რომელსაც გვინდა რომ ეს ქვეყანა განვითარდეს პროდასალური მიმართულებით და გახდეს ევროკავშირის წევრი, ხო? თუმცა ადამიანების ნაწილი, აი ყველაზე მეტად მე ხანდახან ბრაზდები იმ ადამიანების ნაწილზე, ვინც ხვდება რეალურად რა ხდება, ძალიან კარგად იცის, მაგრამ არ უნდა ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ზუსტად მათ მინდა მიმართო, რომ როცა ჩვენ მოგვითავებენ, ასე ვთქვათ, თუ შეძლეს, მერე თქვენც მოგაკითხავენ და თქვენც მოგაკითხავენ და თქვენ იქცევით მერე ხვალ მათ მტრის ხატად და თქვენზე იქნება ზეწოლა, ხო? ბიზნესმენებიც იგივე, ბიზნესი როგორ უნდა აკეთო? ჩრდილოეთ კორეაში არის ბიზნესი? არ არის. ანუ როგორ წარმოუდგენია ამ ბიზნესმენებს ამ საერთაშორისო ბრენდები რო ყავთ შემოყვანილი რაღაცა თავის მათი ბანკები რო რა ქვია ბრიტანეთის ბირჟებზე ივაჭრება და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ხო საერთაშორისო ბრენდი არის შემოსული ხო როგორ წარმოუდგენიათ ეხლა ეს ბრენდები როგორ გააგრძელებენ და ეს ბიზნესები როგორ იმუშავებენ ტოტალიტარიზმის კოლბის ქვეშ ხო ამიტომ ყველა უნდა დავფიქრდეთ რეალურად დავწონთ რა ხდება ეს რასაც მე ვიძახი ამას კი არ ვიგონებ მათი სტატისტიკის სამსახურის მოდანილი მონაცემები აი შობადობაზე რაც თქვი რა უფრო მეტად კიდევ ერთ სტატისტიკურ მონაცემს მოვიდა უფრო მეტი ბავშვი არის დღეს 6% გაიზარდა იმ ბავშვების რიცხვი რომელიც მშიერი არის და რომელიც ითხოვს დახმარებას ანუ რეალურად ყველა ის მონაცემით რომელთაც შეიძლება მოქალაქის კეთილდღეობა შეაფასო არის გაუარესებული და რატო იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის კორუფციაში ღრმად ჩაფლული და რუსულ ჭაობში ესე ვთქვათ მიყვანილი უკვე თუმცა აი ეს ჩვენ რაღაცა მოქალაქეები ამას ჯერ კიდევ ვაკავებთ და ვიკავებთ რა და შეკავების ნაწილში მინდა კითხვა ბოლო კითხვა იქნება ჩემი ამ გრანტების ნაწილს რომ დავუბრუნდეთ გრანტების შესახებ კანონს და ამით დავასრულოთ საუბარი თქვენ ანუ ჩემს წინა სტუმარს ვკითხე ნახევრად რიტორიკულად რომ რა არის თქო გამოსავალი და მან თქვა რომ რაღაცა იქნება ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებამ რაღაცა ახალი ფორმები ვეძიოთ თვითორგანიზების თქვენ როგორ გონიათ აი ამ კანონების პირობებში რომელიც უკვე მიღებულია დამატებები მიღებულია და ასე შემდეგ რა შეიძლება მოიმოქმედონ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თქვენ რა შეგიძლიათ რომ მოიმოქმედოთ გარდა საპროტესტო აქციაზე როგორც მოქალაქე წავლენ ადამიანები ხო პირველი რაც მინდა თქვა რომ მათი იძულებითი მომხრეებისგან განსხვავებით ჩვენ იქ ფულის გულისთვის არ ვდგევართ და არავინ არც ერთი იქ რაღაცა იაშავებს ესე პროპაგანდისტული ვედია რომ თითქოს ეგ ფულის გულისთვის გას ვიღაცა არა ეს გრანტები იყო მიმართული ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი საერთო პროტესტთან არ ქონდა ყველა დონორს უწერია ყველა კონტრაქტში ყველგან წერია ძალიან დიდი ასოებით პატარა ასოებითაც არა რომ არ შეიძლება გრანტის თანხა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის ან პარტიის დაფინანსებისთვის ან საპროტესტო მოქმედების დაფინანსებისთვის და ასე შემდეგ ეს არის კონტრაქტი რომელიც რა ვიცი ხა ორი ორგანიზაცია შორის ხდება ანუ გამოსულიყო ძალიან მკაცრ მონიტორინგს ახორციელებენ ისინი კი რა თქმა უნდა ანუ ეს თანხები არ არის რაღაცა იმისთვის რომ იქ ვიღაცა მოქალაქე რო დგას იმას მისვეთ ხო არა ის მოქალაქე დგას იმიტომ რომ მისი მოქალაქეობრივი ვალია რაც შეეხება ხა ორგანიზაციები როგორ იქნებიან რავი ამ სექტორში მუშაობს ძალიან ბევრი კრეატიული ადამიანი რავი მე მგონია რომ თითოეულ ჩვენთაგანი რაღაცა შევძლებთ ჩვენ რაღაც პირადი შემოსავლის წყალზე თუ გვესაუბრები რა ვიცი უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია ბოლო-ბოლო არის რაღაცას ვიზავ ვიშოვით სამსახურს კი მაგრამ მე ამ შემთხვევაში გეკითხებით როგორც მოქალაქეები რომლებიც აქციას ეწავლენ არა ან დავუშვათ კერძო სექტორში დასაქმდებით ზოგადად სამოქალაქო სექტორს ამ კანონების შემთხვევაში ეს კანონები მიღებული არის კი იმიტომ რომ გაქრეს ანუ ეგ არის მიზანი რომ გაქრეს მაგრამ ორგანიზაცია ხო არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ორგანიზაცია ხო არ არის რაღაც კონკრეტული ბიუჯეტი ეს არის ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები აი ჩვენი მოძრაობა ხო რავი ყველა სხვადასხვა სექტორში მუშაობთ იქ ვინც ვართ რა ნუ ზოგი რაღაც პარალელურ სექტორებში ასე ვთქვათ რა მაგრამ ერთად იმიტომ ვართ რომ ერთი რაღაცა დიდი მიზანი გვაქვს თორე პატარ-პატარა რაღაცეებში იცი როგორ კლავთ ხოლმე ერთმანეთს ხო ანუ განსხვავებული იმიტომ განსხვავებულების ერთობა ესაა ძალიან მნიშვნელოვანი თორე ყველა ერთაზე რო არიან კი არის ის რა ქვია პაპუაშვილები და კობახიძეები იმისა რუსების და ივანიშვილის ჯგუფს. ამიტომ ეს ადამიანების წრე ნიშნულობა არ აქვს ეს რაღაც საჯარო რეესტრში გატარებული იქნება არ იქნება გატარებული ხო? ეს თვის ორგანიზება უკვე არსებობს. ეგ ორგანიზაციები რეალურად ორგანიზაცია რაღაცა ჯგუფები არსებობს. ისინი ვერსად ვერ წავა.
ყველას ხო ვერ დაგვიჭერენ, ვერ აი პირდაპირ ვიზა. ხომ კი, კითხვას კი აქვს, ვერ დაგვიჭერენ ყველას. და რეალურად აქ ვარ და არსაც წასვლას არ ვაპირებთ რა. იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩემი შვილები გაიზარდონ ევროპულ საქართველოში და არა საბჭოთა კავშირში. და მე არ მინდა რომ რაღაცა მინდა რომ აქ იყვნენ, იმიტომ რომ აქ არიან გაზრდილები და მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და მე მთელი წლებია, რავი, რაც კი დავიწყე, ასე ვთქვათ, აქტიური ცხოვრება, იმის მერე ვემსახურები ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს რა. და ვერანაირად მე ხელისუფლება ვერ მაიძულებს იმას, რომ იმიტომ რომ რაღაცა კანონი მიიღო, რომ მე ისეთ რამეზე მოვაწერო ხელი, რომ ვაღიარო, რომ თურმე სხვის ქვეყნის ინტერესებს ვატარებდი აქ. ვერ ეღისებიან მაგას, იმიტომ რომ მე ეს არ მიქნია. არც მე და არც ერთ ჩემს თანამებრძოლს, არც ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში არსებობს. არ ვიძახ კიდევ ერთხელ გონგოებს. ისინი მართლა ატარებენ იმის ხელისუფლების ინტერესებს. ყველა ეს ორგანიზაცია მიმართული იყო უკეთესი საქართველოსთვის. ყველა ეს ორგანიზაცია მიმართული იყო ინდივიდის განვითარებისთვის. არის მე ასე. ხო, არის. ხო, განათლება გამოგჭა ძალიან მნიშვნელოვანი. აი ინგლისური ენის კურსები რო გვაქვს ჩვენ მაგალითად, ბავშვებს რო ვასწავლით უფასოდ ინგლისურს. სამკის, ნუ ისამ ხო, ანუ ეს ყველაფერი გაქრება, იმიტომ რომ ამათი ნება არის ესეთი, ამიტომ გამოსავალი რა არის, ხო, ჩვენ ხშირად ვამბობთ. გამოსავალი არის ეს წყობრი პროტესტი და მეორე გამოსავალი არის ის, რომ ეს ხელისუფლება ჩვენ უნდა მოვიშოროთ, იმიტომ რომ ეხა კრიტიკულ წერტილში ვართ მისული. შეიძლება ის წერტილი გადავლახოთ, სადაც მე უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის. უკან ყოველთვის შეიძლება დაბრუნება უბრალოდ აქ ვადებზეა საუბარი რა. ეხა ის რომ ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვეპოვებია 70 წელი დავჭირდა სამწუხაროდ, ხო? ამიტომ დღეს არ უნდა დაუშვათ იგივე შეცდომა რაც ისტორიის მაშინ ხო არის, მაშინ არ იყო ეს ამხელა მხარდაჭერა ისა ჩვენი პარტნიორებისგან და ეხა უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს. ხო, ან მთელი თავისუფალი სამყარო ჩვენ გვერდ იდგას რეალურად და ამათ ასანქცირებს ყოველდღე. მაგნიტსკის სიაში რო შინაგან საქმეთა მინისტრი, აი ყველაზე მძიმე ტერორისტები არიან იმ მაგნიტსკის სიაში ჩაწერილი და ყველაზე მძიმე დიქტატორები ვინც კი ყოფილა დედამიწაზე და აი ეგეთი ხელისუფლება არ უნდა ყავდეს. არ იმსახურებს ამას ქართველი ერი. ამიტომაც უნდა გაუშვათ. ოღონდ არაძალადობრივად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. თუ ძალადობა ყოველთვის ანგრევს ყველაფერს, რაც კი აქამდე აშენებულა. რეალურად ეს არაძალადობრივი პროტესტი მათ არ ყევთ. არ არის ესე რომ აი არაფერი კაცო. ამას კი თამაშობენ რომ ვითომ კარგად არიან. არ არიან რეალურად კარგად, იმიტომ მორალურად. აქ თავარი არის რომ ეს მორალურად გატყდნენ ისინი. მათი მხარდამჭერებიც კი და ან ის ადამიანები რომელიც მათ ესე ვთქვათ ფულებზე არიან დამოკიდებული რაღაც სხვადასხვა აიპში თუ რაღაცა გამგეობაში მუშაობენ. აი ეს ადამიანები უყურებენ ამ ყველაფერს. შეგონია ეხა იმის მუშაობს მერიაში ყველას უყარს ესენი? მაგრამ კონფორმისტია რა, არ გამოდის და არ იძახის. აი ხა მე რა ვქნა, მე ხელფასი არ მექნება. მაგრამ იმას კი არ ფიქრობს რომ ზეგ ქვეყანა აღარ ექნება რა. ესე თუ გაგრძელდა. ამიტომ ამაზე თორე ხე კობახიძეს რო არაფერი ეშველება კი ვიცი კაცო და ამათ იმას რა ქვია 10% ყავთ აი გიჟი მხარდამჭერები. იმათ არაფერი არ ეშველება. მაგრამ იმათვისაც ვიბძვით. იმათი უკეთესი ცხოვრებისთვისაც ვიბძვით რეალურად. ეგ არის რა. აი ეს არის განსხვავება ჩვენს და მათ შორის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ საუბრობთ ოთარ რევის შვილთან ერთად, ის გახლავთ სამოქალაქო აქტივისტი და სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი.